დილამშვიდობისა საქართველოს კლავსი ამოვნებით მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, გვისმენთ თელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე, ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს ხუთშაბათია და როგორც ყოველთვის შემოგვერთა კახა გელაშვილი, რადგან უნდა ვისაუბროთ მის უდიდებულესობას სპორტზე. როგორ გძნობთ თავს? დიდი სიხარულით და იმედი მაქვს, როგორც ყველა ჩვენი საუბრები სპორტზე დღესაც ძალიან საინტერესო თემებს შევეხებით. კი, რამდენიმე საკითხი უკვე გვაქვს მონიშნული, დავიწყოთ მე მგონი ყველაზე მთავარი საკითხით, ეს არის კრივის მოყვარულებისთვის, ხვალ საოცარი საღამო გაიმართება თბილისის სპორტის სასახლე ძალიან საინტერესო ბრძოლას უმასპინძლებს. და პროფესიული კრივის კომაგებს 26 სექტემბერს ლეგენდარული ბრიტანელი მოკრივის ლენოქს ლუისის ნახვაც შეეძლება, დიახ არ მოგესმათ, ის უკვე საქართველოშია, თბილისშია. საოცარი კარიერა ჰქონდა, მას 44 ბრძოლიდან 41 მოიგო. ორი ბრძოლაში დამარცხდა და ერთი დაპირისპირებაც ფრედ დაასრულა. თავად მაიკ ტაისონიც კი ყავს დამარცხებული. მოკლედ, ლენოქსის ნახვა ხვალ არის შესაძლებელი და ამ ყველაფერზე ვინ თუ არა კახამ უნდა გვითხრას ბევრი, რით არის გამორჩეული და განსაკუთრებული ეს სპორტსმენი, როცა საუბრობთ პროფესიულ კრივზე და შემდეგ უკვე ხვალინდელ ღონისძიებასაც. ნამდვილად, ხვალ კრივის მოყვარულთელის ძალიან საინტერესო სანახაობა, ტრადიციულად იმართება ჩვენში ხშირად პროფესიული კრივის ორთაბრძოლები, ამჯერად გამორჩეულია იმით, რომ როგორც შენ აღნიშნე, ლენოქს ლუისი გუშინ საღამოს ჩამოვიდა, როგორც ორგანიზატორებმა მაცნობეს მე გუშინ ჩამოვიდა და უკვე ხვალ გულშემატკივარს, სპორტის სახლეში მისულ გულშემატკივარს საშუალება იქნება იხილოს ეს ლეგენდა, ნამდვილად მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ყველა გაერთიანებულ აბსოლუტურ კატეგორიებში რამდენიმე კამარი არსებობს, რამდენიმე ასოციაცია კრივის პრესტიჟული და ყველა ვერსიით იყო ის მსოფლიო ჩემპიონი. როგორც შენ აღნიშნე 44 ორთაბრძოლა ჩაატარა პროფესიულ რიგზე, აქედან 36 თუ სწორად მახსოვს, თუ 38 ნოკაუტით აქვს მოგებული. ორი წაგება პროფესიულ რინგზე, პირველად ამერიკელ ოლივერ მაკოლთან წააგო, შემდეგ მაკოლი გახდათ მაიკ ტაისონის სპარინგ პარტნიორი. ცნობილი იყო იმით, რომ რაღაც არნახურ დარტყმებს უძლებდა, ამტანი იყო ძალიან და სწორედ აი ამის ხარჯზე იგებდა ძალიან ბევრ ორთაბრძოლას, სწორედ ამის ხარჯზე მოუგო ლენოქს ლუის და მეორე ორთაბრძოლა ლენოქსმა ხასიმ რაჰმანთან წააგო. თუმცა ორივეჯერ, როგორც მაკოლთან ისე რაჰმანთან მატჩ რევანშებში შეძლო გამარჯვების მოპოვება და მეტოქეების დამარცხება. რაც შეეხება სხვადასხვის რაჰმანი ვახსენეთ და მატჩ რევანში 2001 წელს ჩატარდა ეს ორთაბრძოლა მატჩ რევანში, ნოკაუტით მოიგო ლენოქსმა და ის ნოკაუტი აღიარებული იქნა 2001 წლის ნოკაუტად, მოკლედ საოცარი დარტყმით გაუშვა, ვთქვათ, ნოკაუტში მეტოქე. შემდეგ 2002 წელს ლენოქსი მაიკ ტაისონს შეხვდა და ასევე ნოკაუტით დაამარცხა მერვე რაუნდში. რკინის მაიკი, თუმცა უკვე ის აღარ იყო, რაც ვთქვათ, იგივე 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების შუა პერიოდამდე მართლა საოცარი იყო, ითვლებოდა მაშინ მაიკ ტაისონი პროფესიული კრივის მსოფლიოს უპირველეს ვარსკვლავად, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, როგორც გულშემატკივარი, ასევე მიმოხილველი, დღესაც ვთქვათ, იგივე მუჰამედ ალიზე წინ აყენებს და სადაო თემა, რა თქმა უნდა, როგორც ფეხბურთში პელე თუ მარადონა თუ მესი და ასე დიდი. და მოკლედ ტაისონს მოუგო ცნობილია ასევე ის, რომ ორივე მოკრივემ იმ ბრძოლისთვის ჰონორარის სახით 35 მილიონი დოლარი მიიღო. ბოლო ბრძოლა ლენოქს ლუისმა, რომელიც თბილისშია, როგორც უკვე აღნიშნეთ, 2003 წელს ჩაატარა ივნისში. უკრაინელი ვიტალი კლიჩკო ტექნიკური ნოკაუტით ტრავმა მიიღო, წარბი გაუსყდა, სისხლდენა და სწორედ ტექნიკური ნოკაუტით ლენოქსმა მოიგო და ასე ვთქვათ
ამით დაასრულა ეს პროფესიული კარიერა. თუმცა სანამ პროფესიონალებში გადავიდოდა, იყო ძალიან წარმატებული ასევე მოყვარული, სამოყვარულო რინგზეც სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. მაშინ იმ ოლიმპიადაზე ლენოქსი კანადის სახელით გამოდიოდა. ეს ბოლო წლებია საერთოდ იამაიკაში ცხოვრობს, წარმოშობით იამაიკელია და იამაიკაში ცხოვრობს და სწორედ იქიდან დაფრინავს და საქართველოში სწორედ იქიდან ჩამოფრინდა და ყველა ესეთ პრესტიჟულ უბრალო თქვა საკრებო საღამოებზე ან თქვა რაღაც იმაზე არ გადრულობს როგორც წესია ჩასვლას როგორც ზევსი დიდებული ეთყობა განსაკუთრებული დღე იქნება ხვალ ზუსტად ამიტომ ჩამოფრინდა ის და მოდი ხვალინდელ ღონისძიებაზეც ვისაუბროთ. რაც შეეხება ხვალინდელ მთავარ ბრძოლებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას ძვირფასო მეგობრებო 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გულშემატკივარს ელოდება ქართული დუელი ლევან იანკოშვილი და აკაკი კაკრიაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ეს ორი მოკრივე საქართველოს ჩემპიონის კამრისთვის იბრძოლებს კამარს საქართველოს პროფესიული კრივის კავშირი ათამაშებს ბრძოლა 10 რაუნდიანი იქნება აქვე აღნიშნავთ იმასაც რომ საქართველოს ჩემპიონის კამარი ჩემპიონის განკუთვნილი კამარი არის გარდამავალი და მხოლოდ იმ მოკრივეს რჩება რომელიც სამჯერ შეძლებს ზედიზედ სამჯერ შეძლებს აი ამ კამრის დაცვას დასაკუთრებას ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. შემდეგ არის 76 კილოგრამი წონითი კატეგორია იაგო კიზირია ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რუსლან სუდარევ შეხვდება მოლდოվել მოკრივეს კიზირია ქართული პროფესიული კრივის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია და თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგის ლიდერის გახლავთ ის საქართველოს ჩემპიონი რამდენჯერმე გახდა მიუხედავად ხანგრძლივი კარიერისა უნდა აღვნიშნოთ ისიც და არაერთი ურთულესი ბრძოლისა ძლიერ მეტოქეებთან იაგო არასდროს ყოფილა არათუ ნოკაუტში ნოკდაუნშიც კი ასეთი გამძლე და ძლიერი მოკრივეა კიზირია 90 კილოგრამში ირაკლი ალანიძე ლეონარდო ტურკეტის შეხვდება გახლავთ იტალიელი მოკრივე ალანიძე კრივის ეროვნული ნაკრების მოქმედი წევრია დღესაც საქართველოს ნაკრების სამოყვარულო კრივში საქართველოს ჩემპიონი ასევე არაერთგზის ყოფილა და პრიზიორი რამდენიმე საერთაშორისო ტურნირიც აქვს მას მოგებული და მთავარი ბრძოლა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გივი თოდუა ფამილ ჩონკუნი ტაილანდელი სწორედ ამ ბრძოლის გამარჯვებულს და არჩილდობებს საპატიო სტუმრის რანგში მოწვეული ლენოქს ლუისი თოდუა ახალგაზრდა მოკრივეა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და პერსპექტიულ მოკრივედ მიიჩნევა არა მარტო ჩვენთან, საერთოდ ევროპის მასშტაბით, ევროპულ პროფესიულ კრივში თოდუა საკმაოდ ავტორიტეტია. სამოყვარული კრივის რინგზე თოდუას არაერთი შეხვედრა აქვს მოპოვებული, ის არის საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრების ასევე მოქმედი წევრი და არაერთი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, მისი მიზანი რა თქმა უნდა აი ამ ვერსიით კრივის საერთაშორისო მსოფლიო კრივის ფედერაციის ვერსიით კამრის მოგება და საქართველოს დატოვება, რაც რა თქმა უნდა ურთულესი საქმე იქნება, თუმცა თავისუფლად შეუძლია თოდუას და ამარცხოს ეს ხვალინდელი ტაილანდელი მეტოქე და სწორედ ეს კამარი ლენოქს ლუისისგან მიიღოს. აქვე აღნიშნოთ დავით რომ ხვალინდელ საკრივო საღამოზე დასწრება თავისუფალი სახლში თავისუფალია ნებისმიერ შეუძლია ყველა შეგვიძლია მივიღოთ ლეგენდაც და ის ანახაობაც რაც ხვალ შედგება ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია კახა სპორტის რიგ სახეობებზე და სპორტსმენებზე რომელსაც განსაკუთრებული ასე ვთქვათ დღის წესრიგის დაცვა უწევს ამ შემთხვევაში მაინტერესებს პროფესიულ კრივს რაც შეეხება რა სპეციფიკაა რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სპორტსმენმა იმისთვის რომ თავის დიდებას და წარმატებას მიაღწიოს აი როგორც ვახსენეთ ზევსად რომ შედგეს გარდა იმისა რომ თქვა ფორმაში მუდმივად უნდა იყოს აი ეს ბრძოლის უნარიანობა ეს ჟინი ვთქვათ რაც სანახაობა და ყველას მოგწონს და ხიბლავს კიდევ რა სხვა დამატებითი ასე ვთქვათ ნიუანსებია რაც ამ სპორტს ჭირდება
საერთოდ ზოგადად პროფესიულ კრივში მიდიან სამოყვარულო კრივიდან, სამოყვარულო კრივი იგივე ოლიმპიადაზე თქვა, მსოფლიო ჩემპიონატი, სხვადასხვა ტურნირები მართება სამოყვარულო კრივში ეგრეთ წოდებული შლემებით და სხვადასხვა განსხვავება არის, რა თქმა უნდა. აი იქ წარმატებული ვისაუბრეთ ლენოქს ლუისზე, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია. ეს შლემებით ასპარეზობა რას ნიშნავს? აი თავზე რომ დარტყმისგან დაცვა, თქვათ, აქ პროფესიულ კრივში, პროფესიულ რინგზე, თქვათ, შლემის გარეშე და უფრო ღია ბრძოლა მიდის და თავისთავად ანაზღაურება არის კოლოსალური 35 მილიონი ვახსენე და არის რამდენიმე მილიონზე, როცა სამოყვარულო კრივზე ამდენ თანხაზე საერთოდ არ არის საუბარი, ეს არის სუფთა სპორტული, ასე ვთქვათ, შეჯიბრება და იქიდან დაწინაურება ყველას არ შეუძლია, რა თქმა უნდა, ეს ურთულესია პროფესიულ რინგზე გასვლა. ჩვენს ყავდნენ პროფესიონალი, აგივე გიორგი კანდელაკი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ. ყავდნენ ძალიან დიდი შედეგების მქონე მოკრივეები, დავით კვაჭაძე, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ბევრი თქვა სხვადასხვა მიზეზის გამო დაიკარგა, იგივე გამახსენდა ახლა ზურაბ სარსანია, ფოთელი, მძიმე წონოსანი, 21 წლის ბიჭი ტრაგიკულად თბილისში მოკლეს, ევროპის ვიცე-ჩემპიონი იყო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ამაზე ამბობდნენ, რომ ეს სარსანია იქნება პროფესიულ კრივში, აი ტაისონის დონის ახლა. საუკეთესო ასაკი რა არის ამ შემთხვევაში და ზოგადად სპორტსმენის ცხოვრებაში ჩვენ ვახსენეთ, რომ მაიკ ტაისონი დაამარცხა ლენოქსმა და ვთქვით, რომ იმ ეტაპზე შეხვდა ცხოვრების, როდესაც უკვე ფაქტობრივად ეს უფრო გაადვილებული შეიძლება ყოფილიყო. ანუ ის ოქროს წლები, როცა სპორტსმენს შეუძლია რომ იკაშკაშოს, დაახლოებით რა ასაკია? საერთოდ ასე ვთქვა, ასე გაგცნით პასუხს დავით, რომ სპორტის სახეობებია, თქვა, იგივე ჩოგბურთი, ფეხბურთი, სადაც ბავშვი ხო, თავის სპეციფიკის გათვალისწინებით. აი კრივში ძალიან ხშირია შემთხვევა, რომ 14-15 წლიდან მიდიან პატარა ბავშვის მიყვანა, ჩემი აზრით არც არის რეკომენდებული, იქ დარტყმებია კი, დამცავი ის არის, მაგრამ თქვა ზოგი ბავშვის ის არ არის ჯერ იმ დონეზე ჩამოყალიბებული, რომ თავში დარტყმებენ. ანუ სადღაც 12, 13, 14 წლიდან იწყება უკვე იქ შემდეგ სპეციალისტები ჩვენ ყავდნენ და ეხლაც ყავს სპეციალისტები, რომლებიც შეუძლიათ, თქვათ, და ასკვნა, რომ ეს ბავშვი შეიძლება გახდეს კარგი მოკრივე, თქვათ, მონაცემები, სპეციფიკა თავისებურია. რაც შეეხება ასაკს, აქ არ არის ეხლა აგერ ლენოქსი 20 წელს გადაცილებული იყო. თქვათ, ტაისონიც იგივე 20 წელს კარგ ხნის გადაცილებული იყო, როდესაც მაინც იბრძოდა, გადიოდა რინგზე. ბოლოსკენ უკვე მისი გასვლა რინგზე იყო წმინდა ფინანსური. იყო ცნობილი ფაქტია, რომ ლამის ბანკროტად გამოცხადდა, გაკოტრდა საერთოდ და ნებისმიერ მწური ესეთ მცირე თანხიან, ბიუჯეტიან ბრძოლაზე თანხმდებოდა ფულის გულის, უკვე აღარც იყო ის მაიკი, რაც ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ მის ყველა ბრძოლას სრული ანშლაგით მიდიოდა ყველა ბრძოლა და იგივე ლენოქს ლუისთან, მიუხედავად იმისა, რომ ლენოქსი წინვალე ფორმაში იყო და რაღაც ძალიან ბევრი ექსპერტი მაინც ტაისონის მოგებას ვარაუდობდა, თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ, ნოკაუტით 8 რაუნდი გაუძლო და ჩანდა, რომ შანსი არ ჰქონდა. ანუ ასაკს ამ შემთხვევაში, კი, ხა იგივე ტაისონი 17-18 წლის იყო, რომ უკვე პიკზე იყო და მსოფლიო ჩემპიონი თუ სულად მახსოვს 19 წლის გახდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ასაკს ესე იგი თავად სახეობები არ ზღუდავენ ასაკს? არა, პროფესიონალებში არანაირი შეზღუდვა არ არის. პროფესიონალებში არ არის არანაირი შეზღუდვა, შეიძლება 25 წლისა შეხვდეს, თქვათ, 37 წლისას. თქვათ, ამ შემთხვევაში პროფესიულ კრივში არ არის განსხვავებით, რა თქმა უნდა, სამოყვარულო კრივიდან შედარებით.
სამოყვარულოში არის ხო ახალგაზრდული ჩემპიონატი, იუნიორთა ჩემპიონატი, თქვათ იგივე გარკვეული ასაკობრივი ცენზი არის დაწესებული. აქ არა, რაც შეეხება წინა შეკითხვას თუ აი რა არის საჭირო ფორმაში ყოფნისთვის, პასუხი ალბათ ერთმნიშვნელოვანია ნებისმიერ სპორტის სახეობაში, ნებისმიერ სფეროში, არა მარტო სპორტში. ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმ აუცილებელი რეჟიმის დაცვა, რაც მოეთხოვება სპორტსმენს, თქვათ იქ ტონუსში ყოფნა, თქვათ, გამუდმებული ვარჯიშები ყოველ დღე რამდენიმე საათი და დისციპლინა და არ ვიცი ყველაფერი ერთად, პლუს ამას ფიზიკური მონაცემები, მარტო ფიზიკური მონაცემებიც არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი, არის თავისებური ჭკუა, თქვათ, რაღაც სხვადასხვა ნიუანსები. ხო, მაგრამ მთელი გუნდი მუშაობს რეალურად იმისთვის, რომ სპორტსმენი საუკეთესო ფორმაში იყოს, ხო? და ვახსენეთ აგერ ლენოქს ლუისის ყოფილი მეტოქე, რომლის სპარინგ პარტნიორი მაიკ ტაისონის სპარინგ პარტნიორი იყო ის. რა თქმა უნდა, თვითონაც გადიოდა კრინზე და ჩხუბობდა და წარმატებითაც ოლივერ მაკოლდი, თუმცა სპარინგ პარტნიორს რო ირჩევს, თქვა, მაშინ მაიკ ტაისონის სპარინგ პარტნიორი იყო თითქმის რა, ბევრით ნაკლებიც არ არის ახლა იქ ძალიან ძლიერთან უნდა იჩხუბოს ვარჯიშებზე, რომ ფორმაში გავიდეს, ფორმაში იყოს პროფესიონალად გავიდეს. გუნდია, სამსმელო შტაბია, ექიმები, ფიზიოთერაპევტი, ყველაფერი, რაც პროფესიონალ სპორტსმენს სჭირდება. აი ხა ეს ხვალინდელი ისევ დავუბრუნდები ლენოქს ლუისის სტუმრობას, ეს პროფესიული კრივი სამყაროში ლენოქს ლუისი არის, არ ვიცი როგორც აი თქვა სიტყვაზე აი ვინ თქვა ხა ძალიან დიდი სპორტსმენი გადაუჭერა თქვა მეჯიკ ჯონსონი რო ჩამოვიდეს კალათბურთელი ჩვენთან ან თქვა ხა ჯერ მესი მოქმედი სპორტსმენია მაგრამ აი თქვა დენის ბერგკამპი რო ჩამოვიდეს ახლა თბილისში და ეს ფეხბურთი უფრო პოპულარულია რა თქმა უნდა რა კალათბურთის კრივთან შედარებით მაგრამ ვისაც ეხა მე მაგალითად საბრძოლო სპორტის სახეობებიდან კრივი განსაკუთრებით მიყვარს. იყო ხოლმე იგივე ტაისონის პერიოდს ვამბობ, როდესაც თქვა ბრძოლა იწყებოდა თბილისის დროით დილის 4 საათზე, მაშინ არ იყო გადახვევა და ეს 4 საათზე ვიღვიძებდი და ვყურებდი ხოლმე ძალიან ხშირად იყო სხვადასხვა საკრივო ესეთი პროფესიული საღამოები, როდესაც დიდი ხნის რამდენიმე კვირით ადრე ველოდები დაიწყება და თქვა რაღაც დაიწყო და აი ტაისონის შემოქმედება იყო, რაღაც წუთნახევარში მთავრდება უკვე. ელოდები და უცებ დაამთავრდა, დაანოკაუტა ეს და დაამთავრდა ბრძოლა. ახლა მე ტელევიზორის საშუალებით უყურებ, იყვნენ ხალხი, რომლებიც ადგილზე მიდიოდნენ, ხო, იგივე ვანდალები, სადაც ტარდებოდა იქ ბილეთი ღირდა რამდენიმე 10,000 დოლარი და საბოლოო ჯამში 5 წუთში უკამბრუნდებოდა. ასეთი ის არის კრივი, პროფესიული კრივი და ხვალ მე რა ვიცი, ვისაც უყვარს კრივი დარწმუნებული ვარ, ყველა სპორტის სასახლეში იქნება. და ვინც არ იცნობს კარგად სპორტის სამსახიობას, ვურჩევ რომ მივიდეს იქ და ასეთ საინტერესო სანახაობას დატკბეს სანახაობით. ფუტსალზე გადავიდეთ, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ეროვნულმა გუნდმა სლოვაკეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში 2 მატჩის ჯამში 7-6 დაამარცხა. კონდა იმედი, ვამყარებდით ბიჭებზე წარმატებების და ასეც მოხდა, დადგა ეს შედეგი. მოდი გითხარი, შემდეგი ეტაპი რა არის, რას ნიშნავს ეს გამარჯვება, რა შანსებს გვაძლევს? კი ბატონო, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა ავტადილათიანის გუნდმა, ეს არის რა თქმა უნდა უდიდესი მიღწევა ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთთან გასვლითი შეხვედრა, რომელიც გუშინ წინ გაიმართა უაღრესად არაკორექტული მსაჯობით გამოიწვია მიკერძოლამ საქართველოს ნაკრებს უხდებოდა არა მარტო მეტოქესთან საჯების წინააღმდეგობის ბარიერის დაძლევას და ეს მართალი 2 ბურთით დაუმარცხდი, თუმცა თბილისში 4-1 ბურთის სხვაობით ყავდა მეტოქე დამარცხებული და გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც ყველაზე მთავარია, თუ იყო ხოლმე საუბრები ხშირად, რომ აი თქვათ ბრაზილიელი ნატურალიზებული ბრაზილიელი ფუტზალელები ყავდა ნაკრებში და მათი დახმარებით და მათი კარგი თამაშის ხალობით აღწევდა ჩვენი ნაკრები
წარმატებას ამჯერად ბრაზილიელების გარეშე ქართველი ფეხბურთელებით, ფუტზალელების შემადგენლობით და იქნა დაძლეული ეს ბარიერი და ევროპის ჩემპიონატზეა ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ვითამაშებთ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ წინა ევროპაზე 2022-ში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გაიარა და გავიდა მეოთხედფინალში, ეს ანუ კონტინენტის 8 საუკეთესო ფუტსალის ნაკრებ გუნდებს შორის მოხვდა და იმედია მე იმედი მაქვს, რომ ეს წარმატება სულ მცირე გამეორებული იქნება, ანუ ნაკრები დაძლევს ჯგუფს. ვულოცავ რა თქმა უნდა თავდილსათიანს ფუტსალის ჩვენს ბრწყინვალე ნაკრებს თითოეულ ფეხბურთელს და ყველა გულშემატკივარს. თბილისური მატჩის შემდეგ თითქოს აღარ რჩებოდა იმის ჭირვა 4-1-ის ის გუნდი რაც თბილისში უფრო მეტი სხვაობითაც შეგვეძლო მოგება, თუმცა ფეხბურთია, ბურთი მრგვალია როგორც იტყვიან და კიდევ ერთხელ აღნიშნავ საჯების მხრიდან იყო ესეთი ჩვენს წინააღმდეგ შეერთგვარი ვიტყვი ამ ხო დემარში რომ საქართველოს ნაკრებს ჩანდა რომ და წაეგო, უნდა გამოვარდნილიყო, თუმცა გამიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ დამოკიდებულების. აი შეიძლებოდა თქვა გასულიყო სამ გათანაბრული ანგარიში და თქვა იქ დამატებითი მაჩვენებლები დამატებითი იმა წაგვეგო ეხა ყოფილა ფეხბურთში ფუტზალშიც და იგივე დიდ ფეხბურთშიც როდესაც გუნდს მოუგია 3-4 ბურთის სხვაობი და საფასურო შეხვედრა უფრო დიდი სხვაობით წაუგია და საბოლოო ჯამში ორი მატჩის ჯამში წაგებული გამოსვლა იყო ეს ამის საშიშროება მატჩის მიმდინარეობისას, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ გაძლეს ბიჭებმა და სანუკვარი ორი მატჩის ჯამში სანუკვარი გამარჯვება იზეიმეს. აი ეს ფუტზალელების შესახებ რაც შეიძლებოდა გვეთქვა კიდევ ერთხელ იანვარში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი და იანვარში გვექნება კიდე ჩვენ საუბრები ხოლმე. კი ბატონო, სიამოვნებით. ჩაკვეზე კითხავდა ამით დავასრულოთ. აპრილის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის ფეხბურთი აღარ უთამაშია და საეჭვოა რომ საქართველოს ნაკრებს ოქტომბერში დაეხმაროს. როგორც ჩანს, 6 კვირიანი რეაბილიტაციის კურსი საკმარისი არ აღმოჩნდა, როგორ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა რეაბილიტაციის კურსს გადის და რას გვეტყვი გიორგი? ხო, ძალიან ესეთი არასასიამოვნო ინფორმაცია ველოდებოდით ახლა ჩაკვეტაძის გარეშე, იგივე კიტეიშვილი გვაკლდა სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს და ორივე, განსაკუთრებით თურქეთთან აი მე ხა ეს არ იქნება რა თქმა უნდა, სწორი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე რომ ყოლოდა თურქეთთან მატჩი უკეთეს გაცილებით უკეთეს უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშებდა ჩვენი ნაკრები და თუნდაც ის საწყის წუთებში დაშვებული საბედისირო შეცდომებიც ნაკლებად არ იქნებოდა და შეიძლება არ წაგვევა კიდევაც თურქეთთან, რომელიც შემდეგ სახლში ესპანეთთან გაცამტვერდა. ანუ ის გუნდი არ არის თურქეთი, რომ თქვა რომ რა მოხდა, ძლიერი გუნდია და 2-3 წავაგე ძლიერ გუნდთან, არაფერი ძლიერი არ არის ჩვენზე. ყველაფერი შეიძლება მე დარწმუნებული ვარ გასულით შეხვედრა თურქეთში როგორ იქნება ბიჭები თუ ყველანი ფორმაში იქნებიან თავისუფლად შეიძლება იქიდან სამი ქულის ამოღება. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობას როგორც შენ აღნიშნე და როგორც თვითონ უოტფორდის სამწვრთნელო შტაბი წერს ჯერჯერობით ნაადრევია არათუ აქტიური დატვირთვები თქვა რაიმე სახის აქტივობა ისეთ დონეზე რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ეს ტრავმის რეციდივი უფრო გართულდეს და არაერთი თვე რამდენიმე თვე მოუხდეს გამოტოვება მის თამაშების და რაც ასევე როგორც უკვე აღნიშნეთ სექტემბერში გვაკლდნენ ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი გამოჯამრთელდა, გამოკეტა დიდი ალბათობით ოქტომბერში გვეყოლება ის კიდე დაეხმარება ნაკრებს, თუმცა გუშინ მისმა გუნდმა ევროპა ლიგის თამაშები დაიწყო გუშინ, ევროპა ლიგაზე პირველი ძირითადი ფაზის პირველი მატჩები გაიმართა და ერთ-ერთ შეხვედრაში ავსტრიის შტურმი, რომლის ლიდერიც კიტეიშვილი გახლავთ, დანიაში მიდიოლანთან დამარცხდა 0-2. როგორც გახდა ცნობილი, გუშინ წინ გავრცელდა ინფორმაცია, სანამ ესე იგი ფეხბურთელები, შტურმის ფეხბურთელები თვითფრინავში ავიდოდნენ, აი მაშინ გახდა ცნობილი, რომ კიტეიშვილი პირადი პრობლემების გამო
ვერ წაყვებოდა ნაკრებს მსმელმას და ამ შტურმის პრეზიდენტმაც თქვეს რომ რა თქმა უნდა ფეხბურთი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამე არის. ჯანმრთელობა, კი ბატონო. მამარდას აქვს კარგი გამოხმაურებები და მოკლედ ესეც მითხარი. მამარდას კი ჩვენ გქონდა საუბარი, მამარდაშვილმა ჩაატარა პირველი ოფიციალური შეხვედრა. ანუ სათადარიგოდან გადავიდა. კი, ლიგის თასზე 2-1 მოიგო მისმა გუნდმა. და ძალიან კარგი გამოხმაურება. ის ერთი გოლი, რომელიც გაუშვა, საერთოდ არ იყო მამარდაშვილის სტანდარტ მცველების და მეკარეს დანაშაულება ამ შემთხვევაში. რაც ყველაზე მთავარია, პირველი ეს რა თქმა უნდა ამას თან ახლდა და ესეც იქნებოდა ის ფსიქოლოგიური წნეხი, პირველი გასვლა თან Enfield-ი, ლივერპულის მშობლიური არენა, აბსოლუტურად სხვა განზომილება, როგორც თვითონ ფეხბურთელები ამბობენ, აი აქ გულშემატკივრის წინაშე და ასეთი დიდი კლუბის, როგორც ლივერპულია შემადგენლობაში, ძირითად შემადგენლობაში პირველი თამაში, მაგრამ გიორგი როგორც პროფესიონალი, მშვიდად აუღელვებლად ვერ იტყოდა ვერავინ, რომ ეს თამაში. კი ბატონო, მოდი დავასრულოთ საუბარი და რადგან მამარდა ვახსენეთ, სპორტი ვახსენეთ, განსაკუთრებული გულშემატკივრები ყავს მას, ბავშვები განსაკუთრებით, რაღაცნაირი დამოკიდებულებაა ეს აღტკინება და იმედი რომ ის მამარდა ასახელებს ჩვენს ქვეყანას და ერთ-ერთი ესეთი განსაკუთრებული ფანი ყავს ჩვენი ხათუნა დოლაბერძის შვილი დათი ჭღარკავა, რომელიც დღეს იუბილარია 13 წლის. დათის ვილოცავს გახდა და მოდი ვისარგებლოთ შემთხვევით და მინიმუმ მამარდასნაირი კარიერა ვუსურვოთ, იმიტომ რომ თამაშობს ფეხბურთს, კარგად უნდა თავი წარმოაჩინოს, დაიცვას კარი და კუმირი მამარდაა. კი ბატონო, ის ვიდეო ყველას გვახსოვს, როგორი აცრემლებული უყურებს დათი მამარდას და მამარდაც არ ვიცი ლოცავს თუ თავის გამოცდილებას ეუბნება, მოკლედ ვულოცავ დათის და საუკეთესოს ვუსურვებ რა თქმა უნდა დიდ წარმატებას თავის საქმეში და რასაკვირველია ფეხბურთში.